თბილისში დღეს ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამისა და შეზღუდული შესაძლებლობების პრევენციის საკითხებზე ორდღიანი საერთაშორისო კონფერენციაც გაიხსნა. შეხვედრის მიზანია ამ კუთხით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. კონფერენციის ორგანიზატორები არიან ღია საზოგადოება საქართველოს და ბავშვთა ადრეული განვითარების კოალიცია იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო, რომელთა ძირითადი მოთხოვნა ვაუჩერების რაოდენობის გაზრდა, მომსახურე პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება და არსებული მომსახურების მონიტორინგის და კონტროლის გაუმჯობესება. კონფერენციაში ჩართული იყო საქართველოს პირველი ლედიც. ადრეული განვითარების სისტემის შექმნა მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ განვითარების შეფერხების მქონე ყველა ბავშვს ჰქონდეს საშუალება და შეიძლება ადრე მიიღოს შესაბამისი მომსახურება, იმისთვის რომ ეს შეფერხება აღმოიფხვრას. მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს პროგრესი, ისევ რჩება მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც ჯერ კიდევ გადაუჭრელია. პირველ რიგში პროგრამის ხელმისაწვდომობა თითოეული ბავშვისთვის. ამ პრობლემის მოგვარებას საზოგადოების ყველა სექტორის ჩართულობა ჭირდება.